საქართველო და მისი 7 მეზობელი. ციფრები, ფაქტები, ანალიზი. გეოგრაფია ეს ბედისწერაა. საქართველოს მდებარეობა უნიკალურია არა მხოლოდ ბუნებით, არამედ იმ გარემოცვით, რომელშიც ის საუკუნეების განმავლობაში არსებობს. ჩვენ გვესაზღვრება 7 სახელმწიფო, 4 ხმელეთით და 3 შავი ზღვის აკვატორიით. ვინ არიან ისინი სინამდვილეში? ზოგიერთი მათგანი მსოფლიო იმპერიის მემკვიდრეა, ზოგი ნატოს წევრი, ზოგი კი ევროპული ოჯახის ნაწილი. დღეს ჩვენ გვერდზე გადავდებთ ემოციებს და მხოლოდ ციფრებითა და ფაქტებით ვისაუბრებთ. ტერიტორია, ეკონომიკა, სამხედრო ძალა, რელიგია და პოლიტიკური წყობა. პირველ რიგში ვისაუბროთ ჩვენი ქვეყნის შესახებ და შევადაროთ მის მეზობლებს, რათა უფრო თვალნათლივ დავინახოთ გლობალური სურათი და ის გარემო, რომელიც ბედმა გვარგუნა. დავიწყოთ ჩვენით. ეს მონაცემები იქნება ის სტანდარტი, რომლითაც სხვა ქვეყნებს გავზომავთ. წარმომავლობა. უძველესი სახელმწიფოებრიობა, კოლხეთისა და იბერიის, ძველი წელთაღრიცხვის მე-12-მე-13 საუკუნიდან. ღვინისა და ოქროს საწმისის სამშობლო. თანამედროვე რესპუბლიკა 1991 წლიდან. დედაქალაქი თბილისი. ტერიტორია ოფიციალურად 79,700 კილომეტრ². კონტროლირებადი 47,140 კილომეტრ². 18% ოკუპირებული. მოსახლეობა 3,7 მილიონი. შობადობა დაბალი 1,6 ბავშვი ერთ ქალზე, მაჩვენებელი კლებადი. ნორმა არის 2,1-დან ზემოთ, მაჩვენებელი რომ იყოს მზარდი. რელიგია, მართლმადიდებლობა, უმრავლესობა, პოლიტიკური წყობა, საპარლამენტო რესპუბლიკა, ლიბერალური საბაზრო ეკონომიკა. ეკონომიკა, მთლიანი შიდა პროდუქტი ერთსულ მოსახლეზე $22,000. განვითარებადი ქვეყნების მაჩვენებელი. კარგი მაჩვენებელია $35,000-დან $50,000-მდე. ბიუჯეტი $10 მილიარდი. რესურსები, ჰიდრორესურსები, მანგანუმი, სპილენძი, სატრანზიტო დერეფანი. შეიარაღებული ძალები 33,000 აქტიური ჯარისკაცი. ბიუჯეტი 400-500 მილიონი. გაერთიანებები, გაერო, ევროსაბჭო, ევროკავშირის კანდიდატი. სახმელეთო გიგანტები, თურქეთი და რუსეთი. ახლა გადავიდეთ ჩვენს ყველაზე დიდ სახმელეთო მეზობლებზე. პირველი, ნატოს წევრი და რეგიონალური ჰეგემონი, თურქეთი. წარმომავლობა, ოსმალეთის იმპერიის მემკვიდრე, რესპუბლიკა 1923 წლიდან. დედაქალაქი ანკარა, უდიდესი ქალაქი სტამბოლი. ტერიტორია 783,000 კილომეტრ². საქართველოზე 11 დიდი. მოსახლეობა 85 მილიონი. საქართველოზე 23 უფრო დიდი. შობადობა 1,9 ბავშვი. კლებადი, მაგრამ ჩვენზე მაღალი. რელიგია ისლამი, კერძოდ სუნიზმი, სეკულარული კონსტიტუციით. პოლიტიკური წყობა საპრეზიდენტო რესპუბლიკა, შერეული ინდუსტრიული ეკონომიკა. ეკონომიკა მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულზე $41,000. საქართველოზე თითქმის 2-ჯერ მეტი. ბიუჯეტი $250 მილიარდი. რესურსები ტექსტილი, სოფლის მეურნეობა, სტრატეგიული სრუტეები, ბოსფორი და დარდანელი. ტურიზმი, შეიარაღებული ძალები 355,000 აქტიური ჯარისკაცი. საქართველოზე 10-ჯერ უფრო დიდი. ნატოში მეორე არმია ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ.
ბიუჯეტი 40 მილიარდი დოლარი. გაერთიანებები ნატო, G20 და გაერო. ჩრდილოეთით გვესაზღვრება მსოფლიოს ყველაზე დიდი სახელმწიფო რუსეთი. წარმომავლობა რუსეთის იმპერიისა და SSRK-ს სამართალმემკვიდრე. დედაქალაქი მოსკოვი. ტერიტორია 17,098,000 კილომეტრ-კვადრატი. სოფლიოში პირველი ადგილი. საქართველოზე 245 ჯერ დიდი. მოსახლეობა 154 მილიონი. შობადობა 1,5 ბავშვი ერთ ქალზე. დემოგრაფიული კრიზისი. რელიგია მართლმადიდებლობა. უმრავლესობა. არსებობს დიდი მუსლიმური თემები. პოლიტიკური წყობა. ფედერაციული ნახევრად საპრეზიდენტო რესპუბლიკა. ეკონომიკა. თლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულზე 35,000 დოლარი. ბიუჯეტი 400 მილიარდი დოლარი. რესურსები ნავთობი, გაზი, ლითონები, ხე-ტყე, მენდელეევის თითქმის მთელი ცხრილი. შეიარაღებული ძალები 1,3 მილიონი აქტიური ჯარისკაცი. ბირთვული ზესახელმწიფო. სამხედრო ბიუჯეტი 100 მილიარდი დოლარი. ომის პერიოდში გაზრდილი. გაერთიანებები გაერო, უშიშროების საბჭო, ბრიქსი, ODKB. სამხრეთ კავკასიელი მეზობლები, აზერბაიჯანი და სომხეთი. ჩვენი რეგიონის უშუალო ნაწილი. ქვეყნები, რომლებთანაც ისტორია და გეოგრაფია ყველაზე მჭიდროდ გვაკავშირებს. აზერბაიჯანი. წარმომავლობა დამოუკიდებელი 1991 წლიდან. თურქული მოდგმის ხალხი. მუღამის სამშობლო. ტრადიციული აზერბაიჯანული მუსიკა. დედაქალაქი ბაქო. ტერიტორია 86,600 კვადრატული კილომეტრი. დაახლოებით 50%-ით მეტი ვიდრე საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიაა. მოსახლეობა 10 მილიონი. 2,7 ჯერ უფრო მეტი ვიდრე საქართველოსი. შობადობა 1,7 ბავშვი. რელიგია ისლამი, შიიზმი, სეკულარული სახელმწიფო. პოლიტიკური წყობა საპრეზიდენტო რესპუბლიკა. ენერგორესურსებზე დამოკიდებული ეკონომიკა. ეკონომიკა. თლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 19,000 დოლარი. ბიუჯეტი 20 მილიარდი დოლარი. რესურსები ნავთობი, ბუნებრივი აირი, კასპიის ზღვა. შეიარაღებული ძალები 126,000 აქტიური ჯარისკაცი. 3,6 ჯერ უფრო დიდი ვიდრე საქართველოსი. ბიუჯეტი 3 მილიარდი დოლარი. გაერთიანებები გაერო, თურქულ სახელმწიფოთა ორგანიზაცია. სომხეთი. წარმომავლობა უძველესი ცივილიზაცია. დამოუკიდებლობა 1991 წლიდან. დედაქალაქი ერევანი. ტერიტორია 29,743 კვადრატული კილომეტრი. საქართველოზე 2,3 ჯერ პატარა. მოსახლეობა 2,8 მილიონი. პლუს დიდი დიასპორა მსოფლიოში, დაახლოებით 10 მილიონი. შობადობა 1,6 ბავშვი ერთ ქალზე. რელიგია ქრისტიანობა, სომხური სამოციქულო ეკლესია. პოლიტიკური წყობა საპარლამენტო რესპუბლიკა. ეკონომიკა თლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 20,000 დოლარი. ბიუჯეტი 7 მილიარდი დოლარი. რესურსები სპილენძი, მოლიბდენი, ოქრო, ზარდი IT სექტორი, აგროკულტურა. შეიარაღებული ძალები 45,000 აქტიური ჯარისკაცი. ბიუჯეტი
1.2 მილიარდი. გაერთიანებები, გაერო ევრაზიული კავშირი, შავი ზღვის მეზობლები, უკრაინა, რუმინეთი, ბულგარეთი. ზღვა არ ყოფს, ზღვა აერთიანებს. შავი ზღვის აკვატორიის გავლით ჩვენ ვესაზღვრებით სამ მნიშვნელოვან მოთამაშეს, მათ შორის ევროკავშირის წევრებს. უკრაინა. წარმომავლობა კიევის რუსეთის ისტორიული ცენტრი. უკრაინელების, რუსების და ბელარუსების საერთო აკვანი. საერთო ისტორია. დამოუკიდებლობა 1991 წლიდან. დედაქალაქი კიევი. ტერიტორია 603.628 კვადრატული კილომეტრი. უდიდესი ქვეყანა, რომელიც მთლიანად ევროპაშია. 9-ჯერ უფრო დიდი ვიდრე საქართველო. მოსახლეობა 33-37 მილიონი. ომის გამო მიგრაციის გათვალისწინებით. რელიგია, მართლმადიდებლობა. პოლიტიკური წყობა, ნახევრად საპრეზიდენტო რესპუბლიკა. ეკონომიკა, მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე $14,000. ომამდე მზარდი, ამჟამად კრიზისული. რესურსები, ნაყოფიერი მიწები, ევროპის ბეღელი, რკინის მადანი, ქვანახშირი, შეიარაღებული ძალები, 900,000 სამხედრო მოსამსახურე საომარ მდგომარეობაში. ბიუჯეტი $40 მილიარდი. დახმარებების ჩათვლით. გაერთიანებები, გაერო ევროკავშირის კანდიდატი. რუმინეთი. წარმომავლობა ლათინური კუნძული სლავურ გარემოცვაში. დაკიის მემკვიდრე რომის იმპერიის ნაწილი. დედაქალაქი ბუქარესტი. ტერიტორია 238.397 კვადრატული კილომეტრი. საქართველოზე დაახლოებით 3.5-ჯერ დიდი. მოსახლეობა 19 მილიონი. შობადობა 1.8. რელიგია, მართლმადიდებლობა. პოლიტიკური წყობა, ნახევრად საპრეზიდენტო რესპუბლიკა. ეკონომიკა, მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე $43,000. ევროკავშირის ერთ-ერთი სწრაფად მზარდი ეკონომიკა. რესურსები, ნავთობი, გაზი, სოფლის მეურნეობა, ავტოწარმოება. შეიარაღებული ძალები, 70,000 აქტიური ჯარისკაცი. სამხედრო ბიუჯეტი, $8.5 მილიარდი. გაერთიანებები, ევროკავშირი, ნატო. ბულგარეთი, წარმომავლობა, ერთ-ერთი უძველესი ევროპული სახელმწიფო. კირილიცას, სლავური დამწერლობის სამშობლო. დედაქალაქი, სოფია. ტერიტორია 110.993 კვადრატული კილომეტრი. მოსახლეობა 6.4 მილიონი. შობადობა 1.5. კვეთრად კლებადი დემოგრაფია. რელიგია, მართლმადიდებლობა. პოლიტიკური წყობა, საპარლამენტო რესპუბლიკა. ეკონომიკა, მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე $33,000. რესურსები, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა. შეიარაღებული ძალები, 37,000 სამხედრო მოსამსახურე. სამხედრო ბიუჯეტი, $2 მილიარდი. გაერთიანებები, ევროკავშირი და ნატო. როგორც ხედავთ, ჩვენი გარემოცვა კონტრასტულია. ჩვენ გვესაზღვრება როგორც 85 მილიონიანი ნატოს წევრი თურქეთი, ასევე 3 მილიონიანი სომხეთი. გვესაზღვრება მსოფლიოს უდიდესი ბირთვული სახელმწიფო და ევროკავშირის სწრაფად მზარდი ეკონომიკები. ციფრები არ იტყუებიან. საქართველო ამ დიდ მოზაიკაში პატარა, მაგრამ სტრატეგიულად აუცილებელი დეტალია. 7 მეზობელი, 7 განსხვავებული გზა და ისტორია და შუაგულში ჩვენ გზაჯვარედინზე.